დიახ, მოქალაქეებმა შეკრება რესპუბლიკის მოედანზე უკვე დაიწყეს. ეს აქცია დაანონსებულია 7 საათზე და 7 საათის შემდეგ უკვე ეტაპობრივად დაიწყებენ მოკლედ აქ მოსვლას ადამიანები. ხედავთ რომ მათი ნაწილი აქ უკვე მოვიდა. სავარაუდოა რომ მსვლელობა დაიწყება 8 საათზე, რადგან როდესაც ანონსდება ხოლმე ასეთ შეკრებები, ყოველთვის დრო სჭირდებათ მოქალაქეებს მოკლედ რომ მოვიდნენ დანიშნულების ადგილამდე. მე გავესაუბრები გამარჯობა. გითხარით აი დღეს რატომ ხართ თქვენ მოსული? ხედავ რომ CDC-ის პატიმრის ხარდამჭერი ბანერი გიჭირავთ. რა არის თქვენი მთავარი საქმე დღეს, როდესაც საქართველოს ისტორიისთვის ასეთი უმნიშვნელოვანესი თარიღია? დავიწყებ იქიდან გამარჯობა გილოცავთ დღევანდელ დღეს პირველ რიგში. დავიწყებ იქიდან რომ გურამ მირცხულავა არის ჩემი ბიძაშვილი და მეც და გურამიც გარდა გენეტიკური ნათესაობისა ვართ იდეური ნათესავებიც და ის რის გამოც დღეს ციხეში ზის არის არა მხოლოდ აი ისტორიის აი ამ გარკვეული მონაკვეთის აი ამ ქარტეხილიდან გამომდინარე რაც აი ახლა დღესდღეობით მიმდინარეობს ხო ეს არამედ იმ 33 წლიანი ასე ვთქვათ სახელმწიფოების მიტაცებიდან გამომდინარე რაც ჩვენ ვიხილეთ 1991-92 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ, ხო? დღემდე აი იმ გადატრიალების პოლიტიკური და მათ შორის ბიოლოგიური და ასე ვთქვათ, მემკვიდრეები, ხო, პოლიტიკურ-ბიოლოგიური მემკვიდრეები არიან დღესდღეობით სახელმწიფოს და ძალაუფლების სათავეში. ხო და იჩრდილება დღემდე ის ფიგურა, აი, იცით ვინც დაამხეს ამ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ვინც მოკლეს დღემდე ხალხის ფართო მასებში ზუსტად გამსახურდია სახელი დაუფასებელია, თუმცა მიდის აქეთკენ არის გადადგმული ძალიან ისე მნიშვნელოვანი ძროები, მაგრამ იცით აი 31 მარტის სახელმწიფოების აღდგენის რეფერენდუმი ბევრს გაუგია, დღესდღეობით უფრო მეტმა გაიგო, რაც აი ახლა უფრო მომწიფდა სიტუაცია ჩვენი ეროვნული თვითგამორკვევისკენ, მაგრამ ცოტას თუ გაუგია ვინ არის ზუსტად გამსახურდია, რაოდენ ძლიერი პოლიტიკოსი იყო და აი ზუსტად აი ამ რეფერენდუმის კვალობაზე უნდა აღადგინონ მისი პორტრეტი და უნდა შეიქმნან წარმოდგენა, რომ რამხელა რაოდენ მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ამ დონის დემოკრატიული ინდექსის მქონე და ამ დონის საყოველთაო ასე ვთქვათ მადლობა. გასაგები, აი თქვენც მინდა გკითხოთ. დღეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი, თუმცა ვხედავთ რომ მოქალაქეებიც მათ შორის ამბობენ და მე მესმის მათი განცხადებების, როდესაც ამბობენ რომ ეს საფრთხეები, რომელიც წლების წინ იყო, ახლაც ფაქტობრივად არის უცვლელი და ისევ რუსეთიდან მოდის ეს საფრთხეები. რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი გარეთ დგომა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ყავს საკმაოდ ბევრი ახალი პატიმარი, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები? მოგესალმებით. მე გახლავთ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობიდან ბატონ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი 9 აპრილს დაზარალებული, ასე რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ რეფერენდუმის საფუძველზე 9 აპრილს აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, არამედ პირდაპირ კავშირშია აი წარსული დღევანდელთან გვაკავშირებს იმ კუთხით, რომ მას შემდეგ აი მაშინაც, როდესაც პირველი რესპუბლიკა მოკლედ განიდევნენ საქართველოდან ჟორდანიას ხელისუფლებას გულისხმობდა იმათაც კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერიათ, შემდეგ მოხდა ისევ რუსეთის ხელშეწყობით მისი ინსპირირებით 91-12 წელს შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება, ესეც რუსეთის ხელით მოხდა და ადგილობრივი მოღალატეების ხელშეწყობით ეგრეთ და დღეს ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და არის მცდელობა ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური ხელისუფლებისგან, რომ რუსეთისკენ წაიყვანონ ქართველი ერი ისევ.
რასაც ქართველი ერი ნამდვილად არ დათმობს და არანაირი ურდიული საფუძველი მათ არ გააჩნიათ ამისა, იმიტომ რომ ზვიად გამსახურდიამ და ეროვნულმა ხელისუფლებამ მხარის საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობას და დატოვა დოკუმენტი ისეთი, რომელიც ისტორიულადაც და სამართლებრივადაც არის ყოველგვარ გამართული საერთაშორისო სამართლის დონეზე. მადლობა ძალიან დიდი, როგორც გითხარით, 7 საათზეა ეს შეკრება დაანონსებული, სავარაუდოდ მათი ამ მოქალაქეების რიცხვი კიდევ მოემატება ცოტა ხანში და შემდეგ უკვე დაიწყება მარში რუსთაველის გამზირისკენ, გიორგი სავანელს ხედავ. მოგესალმებით. მე მინდა რომ მაყურებელს მარტივად ავუხსნათ რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში, რატომ არის ეს პროტესტი მნიშვნელოვანი. თქვენი ერთი მოქალაქის პროტესტის შესახებ გვინდა რომ მოგვიყვეთ, გვიამბოთ. პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობას მიულოცავ დღევანდელ დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს. ეს არის პირველი პრეზიდენტის და ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას უდიდესი ინიციატივა, რომელიც შედგა და მან განახორციელა, სწორედ რომლის წყალობაც არის, რომ თუნდაც 90-იან წლებში ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობის შენარჩუნება და არ დავკარგეთ სახელმწიფო გადატრიალების მერე. ეს არის სწორედ აი ამ დღის მონაპოვარი, როდესაც ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 99%-მა რეფერენდუმი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის საკანონმდებლო აქტია და აი ამან შეგვინარჩუნა, თორე 90-იან წლებში არ იყო გამორიცხული, რომ ჩვენ ისევ დაუბრუნებულიყავით რაღაც სახით რუსეთის შემადგენლობაშიც კი არათუ ორბიტაზე. თუმცა 34 წელი გავიდა და ისევ 100 დღიანი უწყვეტი პროტესტია ქვეყანაში. და სწორედ აი დღეს, როდესაც ეს დამოუკიდებლობა, რეალური დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ დგას და როდესაც ჩვენ ძალიან სამართლიანად ვამბობდით, ხო, როგორც პოლიტიკური ისე სამოქალაქო სპექტრი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ეს იყო ფაქტობრივად რეფერენდუმი, მსგავსი ძალის გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო ჩვენ, რომ გვეთქვა რუსეთის და რუსეთის მარიონეტი რეჟიმისთვის და მთავრობისთვის უარი და წავსულიყავით დასავლური ინტეგრაციის მხარეს აქტიურად, თუ ჩავრჩენილიყავით იქ, სადაც უნდა ჩვენ მუდმივ მტერს რუსეთს და ოლიგარქატს, ხო? აი აქედან გამომდინარე ეს ბმა თუ ეს პარალელი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩავთვალეთ ჩვენც, მეც როგორც ერთ-ერთმა თანაინიციატორმა აი ამ მარშის და სხვადასხვა ადამიანებმა, მათ შორის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერმა დეპუტატებმა, ვინც დარჩენილი არიან და რომლებიც მობრძანდებიან, რომ აი ეს პარალელი ხალხს კარგად გავაგებინოთ, ამას ხაზი გავუსვათ მის მნიშვნელობას და სწორედ ერთის მხრივ პატივი მივაგოთ 34 წლის წინანდელ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ აქტს თუ ჟესტს და მეორე მხრივ გავაპროტესტოთ, რა თქმა უნდა, ისევ სამწუხაროდ აი ეს რუსული რეჟიმი, მისი უსამართლობა, მისი რეპრესიები და კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ ყველაზე მთავარი, ეს არის დასავლური ინტეგრაცია, ეს არის ახალი სამართლიანი არჩევნები და ეს არის რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. მადლობა, თქვენ უსმენთ გიორგი სავანელს. მოკლედ ეს შეკრებაც ბუნებრივი არ არის გამონაკლისი, ახალი არჩევნების ჩატარება და სინდისის პატიმრების გათავისუფლება არის მოთხოვნა, რომელსაც ხალხი აყენებს უკვე 100 დღეზე მეტია ქუჩის აქციებიდან. თქვენც მინდა რომ გაგესაუბროთ, გვიამბეთ თქვენი როგორც ერთი მოქალაქის პროტესტის შესახებ, რატომ გადაწყვიტეთ პირველ რიგში რომ შემოერთებოდით ამ მარშს, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედნიდან და რა გაქვთ სათქმელი მათთვის, ვისაც ხელეწიფება მოკლედ იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც ხალხს. მე ვარ, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მოქალაქე, მაგრამ ეროვნული მოძრაობიდან. დღეს არის 34 წლის თავი რეფერენდუმის და გილოცავთ. ამ რეფერენდუმის საფუძველზე ჩვენ დამოუკიდებლობა ჩვენმა ხელისუფლებამ გამოაცხადა და ახლა ხო ვნახეთ გასულ წელს 31 მარტის და 9 აპრილის საფუძველზე კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს საქართველოს მოქალაქეებს. ეს რა საფრთხეებს? საფრთხეებს კი არ ვხედავთ, პირისპირ დავდექით კრემლის წინაშე. კრემლის დავალებების ქვეშ მოქმედებს ქართული ოცნება. აი ჩვენს თვალწინ ხდება ახალგაზრდების დარბევა, უაზრო დაჭერა, დაჯარიმებები, პროტესტის უფლებაც არ დაგვიტოვეს, რომ ჩვენი აზრი გამოვხატოთ და დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებელი საქართველო. გაშიშვლება მიდის ეს უფლებების საშინელი დარღვევა, სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან პოლიტპატიმრების მიმართ და ახლა დაპატიმრებული ადამიანები ქალების, კაცების მიმართ და ბუნებრივია ვაპროტესტებ და გავაპროტესტებ. მე ვიცავ, ჩემს მიერ ახალგაზრდა ვიყავი მაშინ 22 წლის როცა კომისიის თავმჯდომარეც მოადგილე გახდი და აი ამ დროს ჩვენ არჩევნებში
ღებულობდით მონაწილეებს და შერეულ ტერიტორიაზე მომიწია კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ყოფნა და მე არ მაქვს უფლება მეგობრები დამიხოცეს გადატრიალების პერიოდში. ჩემი თაობა, ჩემი უძვირფასეს მეგობრები პარლამენტის წინ დაიხვრიტა და რახან მე გადავრჩი ვალდებული ვარ ჩემი მეგობრების მოტანილი დამოუკიდებლობა და ჩემი ქართველობის ინტერესები დავიცვა. მინდა გკითხოთ, როგორც მივხვდით, თქვენ პროტესტის ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, ბევრიც გინახავთ. აი, როგორ ფიქრობთ, დღეს რასაც ვადევნებთ თვალყურს, ეს ხალხის უწყვეტი გამოსვლა, დემონსტრაცია ქუჩებში, რა როდის შეიძლება ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღოს? აი, თქვენ როგორ ვარაუდობთ? მე ვარაუდობ, რომ რაც შეიძლება დაჩქარებულად უნდა მოხდეს შედეგის დადება. ჩვენ უკვე უკან დასახევი გზა აღარა გვაქვს. ყოველ წამს და წუთს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ არ დავკარგოთ საქართველოს და ამიტომ მოუწოდებ, ვინც არის ლიდერი და პარტიები და ისინი შეიკრიბონ დროულად და ხალხი უნდა დავდგეთ ყველანი. ქუძე კაცი უნდა გამოვიდეს საქართველოს გადასარჩენად. მადლობა ძალიან დიდი. ქუძე კაცი უნდა გამოვიდეს საქართველოს გადასარჩენად. ასეთი არის მოკლედ მოქალაქეების პოზიცია, როგორც გითხარით, ამ წუთებშიც მოემართებიან საქართველოს მოქალაქეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე და სავარაუდოდ უკვე ზუსტად 8 საათზე დავიწყებთ მსვლელობას რუსთაველის გამზირის მიმართულებით. გუგა, ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ დაგიბრუნდებით კიდევ ერთხელ, მანამდე